20 წელი ავარიულ სახლში ტაკიძეების 9 სულიანი ოჯახი ყოველი გაწვიმებისას იძულებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები სახურავის იმ ნაწილის ქვეშ მოათავსონ, სადაც ნაკლება წვიმს. ხელმოკლეობის გამო ოჯახი პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდება. მათ დახმარებისთვის ბოლო 1 წლის წინ ხელვაჩაურის გამგეობას მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი დღემდე არ მიუღიათ. მას შემდეგ, რაც თემით ჩვენ დავინტერესდით, ოჯახის დახმარების პირობა ხელვაჩაურის გამგეობაშიც და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც დადეს. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე. ტაკიძეების 9 სულიანი ოჯახი ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით სოფელ ყოროლის თავში ცხოვრობს. ოჯახში 5 არასრულწლოვანი იზრდება. ამათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც დღეს 18 წლის გახდა. ტვინის უჯრედების მიმოფანტვის დიაგნოზით მოზარდი 6 წელია ლოგინადაა მიჯაჭვული. გერმანიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იგი მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ეტლის არარსებობის გამო მშობლებს გოგონა ეზოში ვერ გაჰყავთ. ბავშვი ძალიან ძიმეავად მყოფია, არა აქვს მხედველობა, მეტყველება არა აქვს, ხო და ვითხოვ ეტლს. გარეთ გასაყვანად, მსუბთა აერზე, ვერ გავდივარ სამუშაოდ. ოჯახი ყოველთვიურად სოციალური შემწეობის სახით 454 ლარს იღებს. მრავალშვილიანი ოჯახის ბებია ნაზი ტაკიძე ამბობს, რომ სახლი ავარიულია და წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის. არსებული მდგომარეობის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას 2013 წელს აცნობეს, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ან ყველა ოთახებში წვიმს, ლოგინები ყველაფერი სველდება. რამე თუ ჯურჯელი ქონდა ყველაფერი ებრძანეს, მაგრამ არაფერმა არ დაიკავა. მივმართეთ ხელვაჩაურის გამგეობას. ჯერ დაგვირდნენ და მერე გადათქვეს. როცა არ მოსულან და არ უნახიან ჩვენი მდგომარეობა. ყველაფერი დაბა და ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაფერი საშუალება არ გვაქვს. რამეს მივხედოთ. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ტაკიძეების სახლი რამდენიმე დღეში ახალი სახურავით გადაიხურება. აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ტაკიძეების პრობლემაზე ინფორმირებულნი არიან, თუმცა საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე ამ დრომდე საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ეტლს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახის განცხადებით მიმართვის შემდეგ 10 დღეში უსასყიდლოდ გადასცემს. ბენეფიციარის წარმომადგენელმა უნდა მოგმართოს სამინისტროს წარმოადგინოს ფორმა ნომერი 100, სადაც მითითებული იქნება ეტლის საჭიროება, ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დოკუმენტის ქსეროასლი. მაქსიმუმი 10 დღის განმავლობაში ეს ეტლი გადაეცემა ბენეფიციარს უკვე. ჩვენ აყვანილი ყავს ეს ოჯახი კონტროლზე და ეხლა ამ დღეებში უნდა შევიძინოთ შიფერისა და მეტალოთუნუქის სახურავები, რომელიც გათვალისწინებული არის სპეციალური მიზნობრივი პროგრამით და დავეხმაროთ მსგავს ოჯახებს. ეს ოჯახი ერთ-ერთი ოჯახია, რომელიც კონტროლზე ყავს აყვანილი. რამდენად დროულად მოუგვარდება პრობლემები ტაკიძეების მრავალშვილიან ოჯახს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.